ნახევარს ამ აქციის შესახებ უფრო მეტი გითხარით, რატომ და სად უნდა მოვიდეთ, ვისაც სურვილი ექნება, რომ თქვენს იდეას შემოვუერთდეს. კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, 13 სექტემბერს ჩვენი საზოგადოების შეკრება, ქართული ხალხის შეკრება არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ ნახეთ ქართული ოცნება, როგორ უდგება ერთი მსხვილი უვიზო, ანუ უვიზოს იმ სარგებელს, რაც ქართულმა ხალხმა მიიღო. და ხშირად ჩვენ გვესმის მათ შორის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა რომ უვიზო გქონდეს. არა, ეს პირიქით არის. ქართულ ოცნებას უნდა რომ გქონდეს უვიზო, როგორც ასე ვთქვათ, საზოგადოებაში იმ აღქმების ნაწილში რომ გაბრაზებული არ ყავდეს საზოგადოება, უბრალოდ ქართული ოცნება და უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან შეუთავსებელია ერთმანეთთან. ძალიან დიახ, შეგვებულია ქართული ოცნების ამოცანა არის შემდეგი. მისი მთავარი სურვილი არის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომელიც მიიტაცა 26 ოქტომბერს და 26 ოქტომბერს მიტაცებულ ძალაუფლებასთან ერთად რა სარგებელიც ექნება, ევროკავშირი იქნება, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, თუ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები რა თქმა უნდა რუსეთს არ გულისხმობ, რუსეთისგან ისედაც იღებენ პირად სარგებელს. ეგენი, რა სარგებელიც იქნება, ისინი ამ სარგებელს მიიღებენ და საზოგადოებას აი ჩვენ ხო მაინც ვინარჩუნებთ. საბოლოო ჯამში ქართული ოცნება და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან არის შეუთავსებელი. ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის მსგავსი მმართველობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა არის შეუთავსებელი. ამიტომ 13 სექტემბერს ჩვენ ქართულ ოცნებას იმ პუნქტების შესრულებას კი არ ვთხოვთ, რაც 31 დეკემბრამდე აქვს დედლაინი. ვიცით რომ არ შეასრულებს. ჩვენ ვეუბნებით 13 სექტემბერს ქართულ ოცნებას, რომ ის არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვინაიდან ქართული ოცნება და ევროკავშირი და საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა არის ერთმანეთთან შეუთავსებელი. ეს არის 13 სექტემბერი და ვერ ვუპასუხე, რატომ 13 სექტემბერი, რამე თარიღია, რამე პერიოდია, რომელიც გადაწყვეტილებას ემთხვევა? არა, 13 სექტემბერი არ არის ესეთი თარიღი, ეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება შემდეგ გაუქმება სხვა კალენდარულ თარიღებთან არის, უბრალოდ ეს აქცია უნდა იყოს მრავალრიცხოვანი, ეს აქცია უნდა ემთხვეოდეს იმ პოლიტიკური პროცესის სიცხელეს, რასაც ასე ვთქვათ, უკვე ვხედავთ ჩვენ საზოგადოებაში, ასევე ეს პროტესტი უნდა დაემთხვეს საზოგადოებისთვის შესაბამის ახსნას, რაც ახლა ავხსენ. მე და არა 31 აგვისტომდე მაგალითად აქცია. ეს აქცია იქნება სიგნალი, რომელიც უნდა გავაგზავნოთ ბრიუსელში, ვაჩვენოთ რომ არა მხოლოდ არა, ჩვენ ეს აქცია პირველ რიგში იქნება სიგნალი ქართული ოცნების წინააღმდეგ. ჩვენ არ ვეგუებით, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში, არ თანამშრომლობთ რეჟიმთან, ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ რეჟიმს და ეს აქცია არა მხოლოდ სიგნალი იქნება, არამედ ეს აქცია იქნება იმაზე უფრო ასე ვთქვათ და არის საფრთხილო ქართული ოცნებისთვის, ვიდრე შეიძლება ისინი ფიქრობენ, მაგრამ ისინი არ ფიქრობენ, რომ საფრთხე არაა მასთვის ეს აქცია და ჩვენ ხედავთ მათ განცხადებებს, ხო? აღა მაჰმად-ხანის შემდეგ ვინ გადაწვა თბილისს მე არ მახსენდება და თბილისის გადაწვით გვემუქრებიანო ბატონმა მაჭარაშვილმა თუ არ ვსწრები და ზარქომ გააკეთეს ეს არ ცეცხლის ალში უნდათო თბილისი გაახვენო. ესეთი თავხედები არიან ისინი, ამასაც კი კადრულობენ ისინი ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც მართლაც ნოემბერ-დეკემბერში ცეცხლის ალში გაახვია თბილისი და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა ყველაფერი ამორალური, არაქართული, რისი გამოყენება შეიძლებოდა გაეკეთებინათ და ეს ქართული ოცნება არ არის მხოლოდ არაევროპული ძალა, ეს არის ანტიქართული ძალა საბოლოო ჯამში, ვინაიდან ისინი უშვებენ იმასაც, რომ მოაწყონ შესაძლო პროვოკაციები 13 სექტემბრისთვის, რომ შექმნან ესეთი რაღაცა სურათი, რომ თითქოს მოქალაქეებს საზოგადოებას გაუჩინონ განცდა, რომ 13 სექტემბერს აქციაზე გამოსვლა არის საშიში ან ასე შემდეგ. ვერ შეძლებენ ისინი, იმიტომ რომ მათი ეს პროპაგანდისტული ხრიკები, რომელსაც ყოველთვის იყენებენ ისინი და სამწუხაროდ ხშირად ამას ქონდა გავლენა სხვადასხვა დროს, ეს ხრიკები მათ არ გამოუვათ. ვინაიდან დიტო სამხარაძემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში მუხარის შემცველი ვრცელი სტატუსიც 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცდა გააჩნდა, რომ კონტრაქციის ორგანიზებას აპირებს, როგორც ჩანს ხელისუფლება. ხო, ანუ დიტო სამხარაძეს ეხლა მუხარა დიტო სამხარაძე შეუძლია Facebook-ზე წეროს და დაემქროს ადამიანებს. იმის იქით ხო, ნუ იყენებს იმ ძალაუფლებას და ტელეფონზე არაკინებს ხალხს და ვიღაცებს აგინებენ, ხო, ეხლა ეს არის მათი ხელწერა და ეს არის მათი, ასე ვთქვათ, მუხარის
პროცესი, აი ესე ასრულებენ ისინი ამ უკას. არავის არ ეშინია მათი რო ეშინოდეს ვინმეც და იმ საზოგადოებას, რომელიც უკვე 274 დღეა ქუჩაში დგას, ეს საზოგადოება ქუჩაში არ იდგებოდა და პოლიტიკური პარტიები არ დავაანონსებდით 13 სექტემბრის აქციას, ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 13-ში 7 საათზე, ვინაიდან ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ანტიეროვნულ, ანტიქართულ ძალას, რომ ის რაც მოვიპოვეთ წლების განმავლობაში შრომით, ოფლით, სისხლით, ბრძოლით და რაც არ ეკუთვნის რომელიმე ხელისუფლებას. მათ შორის ეს არ გვეკუთვნის ჩვენ თაობას, ვის რა თაობაშიც ეს მოპოვება, ეს ყველას ეკუთვნის ის წარმატებები, რაც ამ ქვეყანას ჰქონდა და ამ ქვეყანას არ ჰქონია ბევრი წარმატება, თუნდაც ამ სახის, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაცია მარტო სამუშაო ადგილს და რაღაცა განათლების მიღებას არ გულისხმობს. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას გულისხმობს. ადამიანები მიდიან იქ და იღებენ იმ ასე ვთქვათ ყოველდღიურ საჭიროებებს, რაც თანამედროვე საზოგადოება ჭირდება თანამედროვე სახელმწიფოს აშენებისთვის და ამისთვის ჭირდება ჩვენ ევროკავშირი და ამისთვის ჭირდება ჩვენ თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან. და ერთიც მნიშვნელოვანია, აი როცა ომზე აპელირებენ და ასე შემდეგ. თუ სადმე არის მშვიდობა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურებით, ეს არის ევროკავშირის დამსახურებით და ჩვენ ნახეთ გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის ლიდერები მოლდოვაში, რომლებმაც გამოუცხადეს და ფაქტობრივად დაადასტურეს პირველად ესე ღიად, იყო ყოველთვის საუბარი რომ მოლდოვა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ასოცირების შეთანხმება, შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ასე შემდეგ, მაგრამ მათ უკვე ღიად დააფიქსირეს, რომ მოლდოვა უახლოეს პერიოდში გახდება ევროკავშირის წევრი და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყოველთვის ვიყავით აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების ნაწილში ლოკომოტივი, ყოველთვის ვიყავით პირველები, ყველაზე წარმატებული ვიყავით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა სხვადასხვა რაც თქვა ხელისუფლებაში მოსვლის დროს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ღარიბი მეზობელი, ანუ სოფელი რუსეთის, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან, იმიტომ რომ ჩვენ გეოპოლიტიკური როლიც გვაქვს და არა მხოლოდ ის, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის ნარკოკარტელი კონდეს და მოწყობილი და ნარკოტრაფიკი კონდეს მოწყობილი და კოლ-ცენტრებით ევროპელი და ამერიკელი პენსიონერები გაძარცვოს. მათ ამისთვის ჭირდებათ საქართველოს და ბიუჯეტიდან ფული მოიპაროს კალაძემ და სხვებმა. ამისთვის ჭირდებათ მათ საქართველოს, ხოლო ჩვენ საქართველოს და მსოფლიოს საქართველოს ჭირდება უსაფრთხო, რეალური მშვიდობით და არა რუსული და ოცნების მშვიდობით, რომელმაც ომი მოუწყო საქართველოს მოქალაქეებს, უსაფრთხო და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასია, რომელიც საუკუნოვან მშვიდობას გულისხმობს ამ რეგიონში და ღმერთად დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამას მივაღწევთ. ხო, ტრამპმა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ნაწილობრივ ძალიან ხისტად და უხეშად ჩამოშალეს ქართული ოცნების პროპაგანდის ერთი ნაწილი ომის თაობაზე და აი მოლდოვაშიც ჩვენ რაც ვიხილეთ, ევროპელი ლიდერი იქ მშვიდობიანად ჩავიდნენ კონკრეტული პერსპექტივის და კონკრეტული გეგმით ხელში. და აუცილებლად უნდა გკითხოთ, ბატონო თენგო, თქვენი გაერთიანების 8 პარტიის ლიდერები მონაცვლეობით სხვადასხვა პერიოდით იმყოფებიან პარტნიორებთან შეხვედრებზე, ახლაც მათ შორის თუ არ ვცდები თინა ბოკუჩავა მართავს შეხვედრებს პარტნიორებთან. რა ინფორმაცია გაქვთ, რა მოლოდინი უნდა შევიქმნათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კუთხით? თინა ბოკუჩავა იმყოფებოდა როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და სხვა ლიდერები, მე როგორც გავეცანი სოციალური ქსელებით და ტელევიზიით, ეს რვიანი მინდა განმარტება გავაკეთო, არ არის რაღაც ერთი პარტია ან კოალიცია. ხო, არა, გაერთიანების ჩვენ ვართ კოალიციაში გირჩთან და დროასთან ერთადერთი კოალიცია ვართ, რომელიც ამ ფორმატით შემოვრჩით. ხო, ერთად იმიტომ გახსენებთ, რომ საერთო სამოქმედო გეგმა გაქვთ. კი, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც მათ შორის იმუშავებდნენ იმისათვის, რომ საქართველოს და ქართულ ხალხს ჰქონდეს პოლონეთის, როგორც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე ზოგადად ევროკავშირის ქვეყნების. ჩვენთვის თავარი რა? თავარი არის ორი საკითხი. ერთი საკითხი გახლავთ ის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ მიიღოს, ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ვერ მიიღოს ლეგიტიმაცია და ამის შანსები თითქმის ნულამდე არის დასული, რომ რაიმე სახით მათ მოახდინონ პროცესის ნორმალიზება, პოლიტიკურად ნორმალიზება, თუ ისინი არ მიიღებენ იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნებიც პროტესტს აქვს და მეორე, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ჩვენ გვჭირდება, ეს არის სანქციები. სანქციები, რომელიც მე ღრმად ვარ დარწმუნებული,
გავრცელებული 200-ზე მეტი ადამიანია დღეს მდგომარეობით როგორც საერთო სანქციებში, ასევე კონკრეტული სახელმწიფოს მიერ. ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ბალტიის სახელმწიფოები, დიდი ბრიტანეთი თუ ასე შემდეგ. 200-ზე მეტი ქართული ოცნების ამ ასე ვთქვათ კრიმინალური ძალის დაჯგუფების წევრი არის დასანქცირებული. სანქციები გაგრძელდება და ჩვენ არ მივცემთ არავის რომ ამ პროცესში ნორმალიზება მოახდინოს. მათ შორის ამის შესაძლებლობას არ მივცემთ იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ რომ 4 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება და ვიღაცებს მანდატი ექნებათ. გამორიცხული, აი აქვე ვეუბნები იმ სისტემური ოპოზიციის ნაწილს, რომ თქვენ თუ გონიათ რომ საკრებულოებში 50 კაც თუ 25 კაც შეიყვან და შემდეგ არა ეს არჩევნები ხელახლა ჩატარდება. ხელახლა ჩატარდება. თუ ვინმე უშვებს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც თავარი პოლიტიკური პარტიები, თავარი ასე ვთქვათ, თავარი ის პროდასავლური პირველ რიგში, რომელიც თავარი პროდასავლურია და ასევე თავარი იმ თუნდაც გაყალბებული შედეგებით პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან და ვერ გაგვაკლო იმაზე მეტად ქართულმა ოცნებამ და ვერ მიიმატა თვითონ იმაზე მეტად ხმები რაც მიიმატა თუ ვინმე ფიქრობს იმას რომ ეხლა ჩვენ ამ პროცესში არ შევედით იმიტომ რომ ვინმეზე მეტ მანდატს არ მივიღებდით და ასე შემდეგ. გამორიცხული ეს ხო სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ იმიტომ არ შევდივართ ამ პროცესში. არ თანამშრომლობთ რეჟიმთან, ვინაიდან თანმიმდევრულობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. არ თანამშრომლობა რაც გულისხმობს, არ თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ მათ არ მივცეთ ლეგიტიმაცია, თორე ქართულ ოცნებას როგორც მხარეს პოლიტიკურ პროცესში, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ და როდესაც ქართულ ოცნებას მოუწევს უკან დახევა და აუცილებლად მოუწევს, მაგიდის მეორე მხარეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ისხდებიან, ეს ცხადია. რა შემთხვევაშიც არ უნდა მოხდეს, აი რევოლუციიდან დაწყებული ევოლუციით დამთავრებული. რა პროცესიც არ უნდა მოხდეს, იქ გადამბარებელი აუცილებლად იჯდება, მაგრამ ჩვენ არ ვითანამშრომლებთ და არ მივიღებთ მონაწილეობას რუსულ სპეცოპერაციაში. რითაც უნდა ქართულმა ოცნებას მცდელობა აქვს, მან ვერ მოიპოვა ლეგიტიმაცია, მისი პარლამენტი ფაქტურად არის რაღაცა სპორტზალად გადაკეთებული. უბრალოდ უნდა დააკვირდეთ სხდომებს, ეხლა გაიხსნება საშემოდგომო. დააკვირდეთ, აი 30 წამში მეორე მოსმენით გადიან კანონს და მეორე მოსმენი არის ძირითადი მოსმენა. უხლებრივი პუნქტობრივი განხილვა ჭირდება, მსჯელობა 30 წამში, წუთ ნახევარში იღებენ კანონებს. ფაქტურად კომუნისტებს რო შეშურდებოდათ, და კომუნისტები ესე არ იქცეოდნენ მათ შინაარსობრივად და სპორტზალაა რა, ეხა ტატამი აკლია, კალათბურთის ფარი და ცნობილი ფრაზა გამახსენდა ტატამია ტატა. კი, ნამდვილად ეგრეა და სპორტზალად აქციეს პარლამენტი და საბოლოო ჯამში შეგიძლიათ დააკვირდეთ მართლა რეკორდებს ამყარებენ 5 წუთში, 3 წუთში იღებენ კანონებს, რომელიც აუცილებლად ყველა ეს კანონი გაუქმდება, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო. ყოფილა ამას თავად საპარლამენტო ჟურნალისტებიც ამბობენ, რომლებიც ათეულობით წელია მართლაც დამოუკიდებლობის ისტორიაში აშუქებენ ამ პროცესებს. ძალიან დიდი მადლობა.